საგაზაფხულო სესიაზე ნაციონალური მოძრაობა წარადგენს ახალ კანონ პროექტებს. დღეს გაგაცნობთ 3 მათგანს. მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ, რომ 2 მათგანი, 2 ცვლილება დაკავშირებულია პრობლემასთან, რომელიც შექმნა გარკვეულწილად ახალმა მთავრობამ. უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელი მონაცემებით 28,000 სტუდენტს აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი. ეს ციფრი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე არ აღემატებოდა 12,000-ს და არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის სწორედ გამოხატულება იმისა, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ არის ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი, ეს კრიზისი აისახება გადახდის უნარევობაზე და სტუდენტები ვერ ახდენენ გადახდეს. ამიტომ ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით, რომ სტუდენტს ჰქონდეს უფლება სწავლის საფასურის სანაცვლოდ მოითხოვოს სამხედრო სამსახური. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ინიციატივა 2012 წლის არჩევნებამდე ეკუთვნოდა მიხეილ სააკაშვილის მისი ინიციატივა იყო და ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა იყო. შემდეგ არ მოგვეცა საშუალება ამის განხორციელებისა და ეს იქნება, მე ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჯერ ერთი ამაღლდეს მოქალაქეების თვითშეგნება, ახალგაზრდების თვითშეგნება და იცოდნენ, რომ საზოგადოებისთვის გაწეული სამსახური მათ დაუფასდებათ. მეორე პრობლემა დაკავშირებულია მანდატურის სამსახურთან. თქვენ იცით, რომ მანდატურის სამსახურში არის შექმნილი სერიოზული პრობლემა, რომელიც თითქოს და მოგვარდა, მაგრამ პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, რომ წინა წელს არსებული კანონის მიხედვით დირექტორს გადაეცა უფლება დაენიშნა მანდატურები სკოლებში, მაგრამ წლის ბოლოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს არის არაეფექტური, მთელი ბიუჯეტი გადასცა ბიუჯეტის კანონით და ესე ვთქვათ, ბიუჯეტი დაუწესდა, დაუმარგდა მანდატურის სამსახურს და შესაბამისად დირექტორებს არ ჰქონდათ ფული იმისათვის, რომ დაენიშნათ მანდატურები და მანდატურის სამსახურს არ ჰქონდა საშუალება და უფლება დაენიშნა ფული. ამიტომ ჩვენ ეხლა არის ესეთი ჩიხური სიტუაცია, გარკვეულწილად მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობაში შორის არის დაპირისპირება და ჩვენ ვთავაზობთ მათ გამოსავალს ამ ჩიხური სიტუაციიდან, რათა ერთი მხრივ დაცული იყოს სკოლის ავტონომიურობა, ხოლო მეორე მხრივ უსაფრთხოების სისტემა შენარჩუნდეს. ამიტომ ჩვენი შეთავაზებით საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასე ვთქვათ, მანდატურების ყოფნის საფუძველი გახდეს ხელშეკრულება, რომელსაც დირექტორი სკოლა დადებს ამ სამსახურთან. ამით მოხსნით პრობლემას, როგორც სკოლის დამოუკიდებლობის, ასევე მანდატურის საერთოდ სკოლის უსაფრთხოების სისტემის მოშლაზე. მესამე ინიციატივა არის დაკავშირებული თავისუფალ სმენელის კრედიტების აღიარებაზე ნებისმიერ და ეს არის უწყვეტი განათლების სისტემის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი მსმენელი, როდესაც აიღებს გარკვეულ კრედიტებს, ეს კრედიტები იქნეს აღიარებული უმაღლესების მიერ მას შემდეგ, რაც თავისუფალი მსმენელი კანონით დადგენილი წესით მოხდება ამა თუ იმ უნივერსიტეტში. ეს კანონის ცვლილება მნიშვნელოვანია საბაკალავრო დონეზე, როგორც მობილობის დროს, მაგალითად, თქვენ იცით, რომ ბევრ სტუდენტს უნდა შეიცვალოს უნივერსიტეტი, მაგრამ შეუძლია გარკვეული კრედიტები წინასწარ აიღოს, გარკვეული კურსები წინასწარ აიღოს და როდესაც გადავა ეს კურსები იქნას აღიარებული, ეს კანონი ამის ხელშეწყობას გააკეთეს. გარდა ამისა, თქვენ გახსოვთ პრობლემა, როდესაც სახელოვნებო სასწავლებლებში ნიჭიერი ახალგაზრდები, თქვათ, თავის დარგში წარმატებულად გადიოდნენ, აბარებდნენ გამოცდებს, თუმცა სხვა გამოცდებში იჭრებოდნენ. ეს კანონი მისცემს მათაც უფლებას 1 წლის განმავლობაში დადონ ხელშეკრულება უნივერსიტეტთან, აიღონ კრედიტები და მას შემდეგ, რაც კანონით დადგენილი წესით ისინი მოხვდებიან უნივერსიტეტებში, უნივერსიტეტებმა აღიარონ მათი კრედიტები. ეს მნიშვნელოვანია აგრეთვე სამაგისტრო და დოქტორანტურის საფუძველზე. იცით თქვენ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა
როდესაც ამთავრებს ბაკალავრიატს, იწყებს მუშაობას და ის ვერ ათავსებს თავის სამუშაოსა და იგივე მას რა ქვია სწავლებას, ამიტომ მათ შეუძლიათ აიღონ სხვადასხვა კურსები და შემდეგში, როდესაც მოხდებიან ეს კურსები იქნეს აღიარებული.